მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია. მოგესალმებთ ბატონო მამუკა, მადლობა რომ გვეწვიეთ დღეს სტუდიაში. მოგესალმები ბატონო დავით, მოგესალმები ჩვენს მაყურებლებს, მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეტი აქვეყნებს სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე ესეთ განცხადებას, რომ ჩვენი ვალდებულება ნათელი არისო, ნატო უფრო ძლიერი, უფრო ლეტალური ძალა უნდა იყოს და არა დიპლომატიური კლუბი. დროა მოკავშირეებმა გამოწვევას უპასუხონ, აი ასეთ რამეს წერს ეს პიტ ჰექსეტი. შეხვედრა ჰქონდა მას ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში და უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინას არ ეშვებიან, თავიანთი პოზიცია აქვს ასეთი, რომ უნდა გააგრძელონ მისი დახმარება, თუმცა უკვე პენტაგონის შეფმაც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლების ილუზია იქნება თუ გონიათ მათ, რომ 2014 წლამდე ტერიტორიებს დაიბრუნებენ, ანუ ისეთი აღარ იქნება უკრაინა, როგორიც მათ სურთო, ანუ ეს უკვე როდესაც პენტაგონის შეფი ამბობს ამას. ამერიკელები ამბობენ, უკვე თვალნათლივ ჩანს, რომ არავითარი დათმობები არ იქნება. და აქვე აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ გამოთქვა ასეთი ვერსია რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, რომ ის განიხილავს ტერიტორიების გაცვლას. ანუ აქ იგულისხმება კურსკში შეჭრილი სვესეუს შენაერთები, უკრაინული ნაწილები და რუსეთის მიერ აღებული ის ტერიტორიები, სადაც ახლა ეს იმყოფება დონბასში. შემოუთვალეს უკვე ზელენსკის, რომ მხოლოდ ერთი ტერიტორია შეიძლება გაცვალონ, რომელსაც ექნება სიგრძე 2 მეტრი და სიღრმე 1.5 მეტრი, ანუ თავად ზელენსკისთვის. და ხო საფლავი, ანუ დაივიწყოს ეს, ანუ აბსოლუტურად. მაღაზე არავინ არ წავა. კი ბატონო. და ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ფიქრობთ? კეპნიან ახლა ისინი ერთ ადგილს, თუნდაც აი ამ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე, იქ რამშტაინის შეხვედრაზეც იყო საუბარი. ასევე გამადიდებელი ეს ლუპით გვიყურებს თურმე ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, განცხადებებიც გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა ამ საქართველოზე ვისაუბრებთ უფრო მოგვიანებით, აქ თავარია ეს ნაწილი, რა შეთანხმებაზე შეიძლება მივიდნენ, უკვე ჩანს ინფორმაციები არის იმის თაობაზე, რომ ამერიკელებს და რუსებს დაწყებული აქვთ ესეთი ეგრეთ წოდებული ეს ჩელნოჩნე დიპლომატია. ხო, რა თქმა უნდა, დიპლომატია დაწყებულია ტრამპის განცხადებით ეს პუტინს ელაპარაკა, ისაუბრეს. ეხლა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო თემა, არ ვიცი ხა მიაქციეთ თუ არა ყურადღება, რომ განცხადება იყო ტრამპის, გახსოვთ, არც არის გამორიცხული, რომ უკრაინა გახდეს რუსეთიო, გახსოვთ ხო ეს? ეს დამოკიდებულება, ანუ მოსამზადებელი სამუშაოები მიდის ტრამპის თითქმის ყოველდღე განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მისი სურვილია უკვე პუტინთან შეხვედრას, ეს უკვე გადაწყვეტილია, რაც უფრო მალე შეხვდება, რომ მორჩეს და საბოლოოდ დამთავრდეს საომარი მოქმედებები. ეხლა რა შეეხება, რა თქვენ ბრძანეთ დავით, ეს არის დიპლომატიაში არის ასეთი ტერმინი, აი დაზვერვი, აი შემოგდების, აი ხა შემოაგდეს ეს ზონდაჟის. ხო, ზონდაჟი, აი ზუსტად ზონდაჟი, აი შემოაგდეს ეს თემა, ზონდირება მიდის, აი როგორ მიიღებს ამას საზოგადოება, როგორ მიიღებს მსოფლიო, როგორ მიიღებს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და ამის მერე უკვე დაიწყება ამაზე ფიქრი. ეხლა ზონდაჟი მიდის, ეს შემოვიდა ეს იდეა და ამის რეგული ვიტრიალებენ ეს არ ახალია, ესეთი დიპლომატიური ურთიერთობები, თქვენ გახსოვთ, უამრავი შეთავაზება იყო არაბეთ-ისრაელის დაპირისპირებაშიც იყო ტერიტორიის გაცვლის მცდელობები 70-იან წლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისტორიას ეს ანალოგია ახსოვს, ეს არ ახალია. უბრალოდ დღევანდელ მოცემულობას ტრამპმა მოარგო. ერთი რაღაცა კიდე ერთი საინტერესო მომენტები და აღნიშნო. გუშინ პუტინმა ციხიდან გამოაყენა
გამოუშვა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მასწავლებელი, რომელიც დაკავებული იყო ნარკოტიკების გავრცელებასთან დაკავშირებით მოკლედ და საკმაოდ დიდი ემუქრებოდა, დაპატიმრებული იყო და კეთილი ჟესტი გაანახორციელა და გაანთავისუფლა ციხიდან და ამერიკაში ჩავიდა თვითონ ტრამპი შეხვდა ამ პიროვნებას და ტრამპი აღფრთოვანებული წერდა პუტინზე, რომ მან ესეთი ნაბიჯი რო გადადგა, ეს გარკვეულწილად კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამათი ურთიერთობები მიდის იქამდე, რომ უკვე პირად ურთიერთობებშიც გადავიდა. დიპლომატიური ურთიერთობები ერთია, რა თქმა უნდა, მაგრამ არის პირადი ურთიერთობები, რომელიც არანაკლებია პოლიტიკაში და პოლიტიკურ ურთიერთობებში ჯერ კიდევ ამას თავის გენიალურ ნაშრომში მაკიაველი წერდა მთავარში, რომ პირადული ურთიერთობებსაც გადამწყვეტ მნიშვნელობა არ დაგვაუჭირს კიდე ცნობილი ედვარდ შევარდნაძის ესეთი ძალიან დამოკიდებულება 80-იან წლებში მისმა პიროვნულმა ხიბლმა თუ შეიძლება ასე ვთქვა დიპლომატიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მაკიაველი ახსენე და მაკიაველის ასევე აქვს ეს საინტერესო გამონათქვამი, რომ სიფრთხილეს გამბედაობა ჯობია. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბედს წვეთს სწორედ გამბედაობა. და რა შეეხება ახლა ბატონ დავით ამ საკითხს, რასაც ჩვენ საუბრობთ, ანუ უკრაინის თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ეს ბოლომდე მივა, ეს საკითხი რამდენიმე დაუშვა თვის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ჩვენთვის ჩვენი საქართველოს პოზიცია უნდა გავარკვიოთ. ომის დამთავრება რა თქმა უნდა კარგია, ყველანაირი მოცემულობით კარგია და დაწყნარდება რეგიონი და უფრო უსაფრთხო გარემო შეიქმნება და ომის დამთავრებას მოყვება მერე სანქციების გაუქმება იქნება, ვიზები, უამრავი რაღაცა კეთილი და მთავარი რომ ეს ყველაზე უმნიშვნელოვანესი რომ ამდენი უდანაშაულო ადამიანების დახოლხოცვა არ იქნება და ამდენი მიგრაციული მომენტები არ იქნება და აირია და ისე თქვენ მთელი ევროპა წალეკა უკრაინელებმა და ისეთი გერმანიაშიც ევროპაშიც რა ხდება თქვენ კარგად იცით დამოკიდებულება მიგრანტებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და ეს ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება კიდევ ჩვენი როლი გეოპოლიტიკურ ჭრილში და რეგიონალურ პოლიტიკაში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით ბატონ დავით და გუშინ რამდენიმე დღის წინაც იყო ჩვენმა ტელევიზიამაც გააშუქა ბატონ მერაბს ჰქონდა პირდაპირ გამოტანილი ეს გუშინ ინტერაქტივშიც რომ განცხადება დიპლომატიური დიპლომატიური ურთიერთობის კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა რუსეთის ფედერაციამ მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით რომ რუსეთი კვლავ მზად არის და არის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მომხრე დალაპარაკება უკვე დაწყება მოლაპარაკების მზაობა გამოთქმულია და აქვს სხვა ალტერნატივა არსებობს? ხო და ზუსტად მაგას ვამბობ გეთანხმებით სხვა ალტერნატივა არ არსებობს და უკვე რა არის ისეთ ერთხელ ორჯერ სამჯერ ადრე გახსოვთ ლავროვმაც გააკეთა განცხადება რამდენჯერმე საგარეო საქმეთა მინისტრმა და მე ვფიქრობ რომ უპრიანი იქნება რომ ჩვენი ჩვენი ხელისუფლება ქართული ოცნება ალბათ უნდა დაინტერესდეს კი არა უკვე ქმედითი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ეხლა მე არავიჭკუას არ ვასწავლ და ერთ მინიშნებასაც გავაკეთებ ახლა თქვენ რასაც ბრძანებთ დღეს გამოჩნდა ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ რომ ბრიქსის წევრი ქვეყნები უკვე აქტიურად იწყებენ ბრიქსის ეს სავალუტო სისტემის შექმნას ანუ SWIFT-ის ეგრეთ წოდებულ ალტერნატივას თუ გახსოვთ თქვენ იყო კითხვები ბრიქსთან იქნება თუ არა ეს თუნდაც ამ გაერთიანების ვალუტა ან ეს სავალუტო სისტემა და როგორც ჩანს ფრთხილობდნენ და ამბობდნენ რომ არა ჯერ ადრეა ჯერ ამას არ გავაკეთებთ ვინაიდან მათ გადასარევად ესმოდათ რა რეაქცია მოყვებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ტრამპი როგორც ახლა შეორსჭრეტელი პოლიტიკოსი პირდაპირ თქვა რომ ვინ თუ კი ამას გააკეთებენ ანუ ეს ბრიქსი
თუ ამ სისტემას შექმნის ის მაქსიმალურად ყველას დაბლოკავს, საბაჟო გადასახადებს დაუწესებს ყველას, თან 100%-იანებს, ესეც ითქვა და აქ ესეთი ფრთხილი პოზიცია დაიჭირეს, მაგრამ დღეს უკვე ჟონავს ინფორმაცია. ანუ ჩინეთიც, ინდოეთიც, საუდის არაბეთიდან ნავთობს ყიდულობენ თავიანთი ნაციონალური ვალუტებით, ანუ დოლარს აღარ იყენებენ. რუსებიც ასე არ გააკეთეს. რუსებიც აკეთებენ ზუსტად ასევე და დადგა უკვე დღის წესრიგში ეს საკითხი. ხო და აი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, რადგან თქვით, ბევრი გამოწვევებია საქართველოს წინაშე ამ გეოპოლიტიკური კუთხით. ამიტომ ჩვენ დროს ვკარგავთ. აქიდანვე რაც შეიძლება მალე, ახლა ჩემი პირადი პოზიცია ეს სუბიექტური აზრია უბრალოდ და ვფიქრობ, რომ არის საკმარისი ტვინები კიდე საქართველოს ხელისუფლებაში, რომლებიც თქვა აანალიზებენ სიტუაციას და შეუძლიათ ისეთი დადებითი ალგორითმის გამოყვანა, რას უფრო მეც მოვიგებთ თუ წავაგებთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დროა იმოქმედონ. საჭიროა ამ დიპლომატიური ურთიერთობების სასწრაფოდ აღდგენა. ეს გადაუდებლად სასწრაფოდ მით უმეტეს ახლა რეგიონში თქვენ თუ დააკვირდით და მე მინდა ჩვენს მაყურებლებს შევთავაზო რომ კიდევ დაიზაბა ურთიერთობა სიტუაცია ჩვენს რეგიონში ეხლა იცით სომხეთ აზერბაიჯანის დამოკიდებულება, მაგრამ აი ამ ბოლო დღეებში ძალიან დაიძაბა, აი კულმინაციას მიაღწია აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა. რუსული სახლის გაუქმებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში არსებობდა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია გახლდათ რუსული სახლი, რუსკი დომ, რომელიც კულტურულ საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა და სხვა შორის პირველი ლედის პატრონაჟით იყო სხვა შორის ალიევის მეუღლე მეხრიბან ალიევა დაჯილდოებულია ზუსტად ორდენით რუსეთის პრეზიდენტმა დააჯილდოვა რუსული კულტურისა და ენის გავრცელებაში და მის პოპულარიზაციაში დიდი როლისათვის და აი ზუსტად ეს დახურა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყველა ამ რუსული სახლის თანამშრომლები ვინც გამოცხადებს ფსბ-ს იმათ აგენტებად მაგრამ ყველაზე მთავარი კიდე ის მოხდა რომ გუშინდელი განცხადების იმასთან დაკავშირებით რომ ყოფილი ჩინოვნიკები პრეზიდენტის აპარატის უფროსი საგარეო საქმეთა ყოფილი უფროსი საგარეოთა საქმეთა ყოფილი მინისტრი ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი თვით უშიშროების ყოფილი მინისტრიც გამოაცხადეს ფედერალურ ფსბ-თან ურთიერთობაში და აი ესე აირია თითქოს ახლა უკვე წერენ ისეთ საზოგადოებრივ რომ არ არის გამორიცხული რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების იმ დონემდე რამდენიმე დეპუტატი ანუ ზატულინი ყავდა შეყვანილი და ახლა ვალუევია ეს ვალუევი შეიყვანეს ზალოსანი იყო კი შეიყვანეს თქვა რომ მინიშნება გააკეთა რომ აქ რუსეთში ძალიან ბევრი ფულიანი აზერბაიჯანელია და არავინ არ იცის როგორ შეულობენ ამ ფულსო ხო ანუ ეს მინიშნება იყო რომ მოვაშოროთ აქიდან გავასახლოთ რაღაც ასე ხო რუსეთში თქვენ კარგად იცით რომ ყველაზე დიდი ბიზნესი ეგრეთ წოდებული აი რომ თქვა ამ მწვანელის ბიზნესი და ის არის აი აქვს აზერბაიჯანელები და ეთნიკური ბიზნესები არის სომხური აზერბაიჯანული ქართულიც საკუთრებით აზერბაიჯანული და იქ უამრავი არის ვინც დაწყებული ვაგიფ ალეკპეროვიდან გახლავთ ლუკოილის ვიცე-პრეზიდენტი დამთავრებული ყოფილი მძახალი მისი ალეევის აგალაროვები და ოჯა გოდნისანოვი და რა ვიცი უამრავი ეთნიკური აზერბაიჯანელებიც არიან და ეთნიკური ტალიშების და ეთნიკური აზერბაიჯანელი ქართველებიც ხო ალეკპეროვის მოადგილე სომხიშვილია თამაშოხიშვილი კი ბატონო და ამიტომ რისი თქვა მინდა ისიც ეს არ არის შემთხვევითი აქ სხვა რაღაცა არის ჩადებული იმიტომ რომ აზერბაიჯანი თქვენ კარგად იცით უკვე გახდათ მოკავშირე სტრატეგიული ისრაელის აზერბაიჯანი გახდა ნუ ფაქტიურად თურქეთის მოკავშირე არის ერთიანი ძალით იქნება და რაღაც ახალ კონფიგურაციას უნდა ველოდოთ და მისი დაპირისპირება სომხეთთან და აი ზუსტად ზანგეზურის კორიდორი რომელსაც ასე დაჟინებით ირანსაც უდიდესი მოთხოვნა და გავლენა აქვს ირანი თქვენ იცით რომ აზერბაიჯანთან დაპირისპირებული იმის გარდა რომ აზერბაიჯანში ირანში ცხოვრობენ დაახლოებით 10-12 მილიონამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი
აზერბაიჯანელი და დღევანდელი ირანის ხელისუფლება უმაღლესი რახბარი გახლავთ ეთნიკური აზერბაიჯანელი და უამრავი აზერბაიჯანელია ხელისუფლებაში ამის და მიუხედავად სერიოზული დაპირისპირება ეს ისრაელის გამო ისრაელის სტრატეგიული მოკავშირეა გითხარით აზერბაიჯანის აქ სომხეთთან ურთიერთობა აქ და აი მიდის რუსეთის ჩახსნა კავკასიის რეგიონიდან. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ზანგეზურის კორიდორი, რომელზეც ასეთი თურქეთი, რუსეთის ინტერესია, რომელსაც რუსეთი ალტერნატიულად განიხილავდა დაუშვათ ჩვენი შუა დერეფნის სატრანსპორტო სისტემისთვის, სომხეთ, რუსეთი, ირანის ეს ტრიადა იყურებოდა. აი აქაც სერიოზული, აი საკმაოდ აირია. ეხლა აი ბოლო დღეებში კავკასიაში ურთიერთობა, ამიტომ აი ამხელა პრაგმატული და ფორსირებული დიპლომატიური ის გველის ჩვენ და გვჭირდება საქართველოს და ჩვენ დღევანდელ ხელისუფლებას. მე ვფიქრობ მაინც რომ პუტინი ტრამპის შეხვედრის მერე რაღაც კონტურები მაინც იქნება ბატონ დავით ჩვენი რეგიონის მიმართაც და განსაზღვრული უკვე საგარეო პოლიტიკის და თვითონ გეოპოლიტიკური ვექტორის და ერთი მინდა ვთქვა ჩემი წინა გამოსვლა თქვენს გადაცემაში გავიმეორო რომ მე მაინც ვფიქრობ რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ მე ამ ჩემ აზრს აი გამოსვლებიდან მისი პოლიტიკიდან ტრამპის წინა მართლობიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ მისი დაინტერესება კავკასიის და კერძო საქართველოს მიმართ იქნება ნულის ფასი ანუ არანაირი ინტერესი არ აქვს ერთადერთი ინტერესი მე ადრე ვთქვი და ეხლაც მინდა გითხრათ რომ რას შესთავაზებს საქართველოს რომ ამერიკისთვის და მისთვის დამაინტერესებელი იყოს თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ ტრამპის პოზიცია და ტრამპის ის რეფრენი პოლიტიკური რითიც მოვიდა ხელისუფლებაში და რითიც დღეს ეს არის ამერიკელებისთვის ხო ეს არ არის არახალი პოლიტიკა ეს არის გაგზელება იმ ძველი პოლიტიკის რასაც სათავე დაუდო ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინა აი ზუსტად ეს მონროს დოქტრინის გამეორება იქაც იყო ამერიკა ამერიკელებისთვის ეს არის ეს არაფერი არ შეცვლილა უბრალოდ ხასიათი შეიცვალა დრო და გარემოება ის იყო მე-19 მე-18 საუკუნე და ეს არის 21 საუკუნე თორე ერთი და იგივეა და ამერიკას უკვე სხვა მოცემულობაში გადავიდა თქვენ დააკვირდით რა ის ძალიან ხანდახან ხოლმე როცა აი უსმენ გამოსვლებს და საუბრებს პოლიტიკაზე ანალიტიკა გასაგებია ყველაფერი და ყოველთვის მინდა ვთქვა რომ მე როგორც ისტორიკოსი მაინც მუნდირის ღირსებას ვიცავ და ვფიქრობ რომ მაინც აი ისტორიული პარადიგმები და ისტორიული ურთიერთობები წყვეტენ იმიტომ რომ ყველაფერი რაც ხდება ეს კარგად მეორდება რა აი ხა რო უკვირდები ტრამპის ხელისუფლებას აი ყიდვასთან დაკავშირებით ხო ტერიტორიების რომ აი შესთავაზა უნდა დაუშვათ და რაღაცა ხო აი სულ მახსენდება ხოლმე აი ისტორიული პარადიგმები ბატონ დავით ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის 40% შეიძლება მეტიც არის ნაყიდი ჩემო კარგო აი რო გადავავლოთ თვალე ახლა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიას ხო აი მახსენე აი ზუსტად აი რა გვახსენდება ხო გამახსენდა ლუიზიანის გაყიდვა რო იყიდეს ფრანგებისგან და ნაპოლეონმა გაყიდა ხო დაახლოებით 15 დღეს 15 შტატი ამერიკის შეერთებული შტატების მდებარეობს იმ ნაყიდ მიწაზე და 15 ვარსკვლავი ქონდა ზუსტად ისე განლაგებული როგორც ევროკავშირის დროშა ახლა 2 მილიონ 100,000 კვადრატული მეტრია დაახლოებით და რა ფასში იყიდეს ესეთ თითო ესე იგი ჰექტარი 7 ცენტი დღევანდელი ფასებით ესე იგი ფაქტიურად ნაჩუქარი წარმოიდგინეთ ფლორიდა იყიდეს ესპანელებისაგან ხო ალასკა იყიდეს ტეხასი იყიდეს წაართვეს მაგრამ ომის შემდგომ ამერიკა მექსიკის მაგრამ მე ფული გადაუხადეს კაცო კომპენსაცია იქ ტეხასის რესპუბლიკა იყო ისე თქვენ სამოქალაქო ბრძოლა კონფედერატები კონფერა ეს მერე იყო მაგრამ მანამდე ჩემო კარგო ტეხასი გამოეყო მექსიკას და ცალკე რესპუბლიკა იყო და ტეხასის ფულები გადაუხადეს იქ ფლორიდა იყიდეს ალიასკა იყიდეს ალიასკაში რა მოხდა ისეთ
საინტერესო ფაქტი მოხდა 7,200,000 იყიდეს და ის 2,000 რა ფული იყო ჩემოდავით იცი ეს ფული იყო რომ რუსეთის ხელისუფლებას სენატორები მოისყიდა რომ უარი არ ეთქო წარმოგიდგენიათ დღეს ალიასკა ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი ტერიტორიის 17%-ია დღეს და უნიკალური გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს ის აკონტროლებს არქტიკას იცი თქვენ კარგად და დღევანდელი ინტერესიდან წარმოიდგინეთ რა მხელა იმაში ჯდება ხო და მიყიდეს და თქვენ ისეთ კურიოზი გინდათ გითხრათ ძალიან საინტერესო ფაქტი რომ ხელშეკრულება არის ფრანგულ და ინგლისურ ენაზე გაფორმებული გარჩაკოვის გაკეთებულია რომ მოაქვთ დიდი გარჩაკოვმა გააკეთა ეს მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრო ისე იყო საიდუმლოდ გაკეთებული რომ მილუტინმა სამხედრო მინისტრმა არიწოდა და მესამე გაიგეს და ფრანგულ და ინგლისურ ენაზეა და რუსულ ენაზე არა იმიტომ რომ მაშინ რუსეთში წამყვანი და ფრანგული იყო ნუ მოკლედ რა ეს არის 1867 წელს და მოკლედ ვისი თქმა მინდა ეს ქვეყანა აი ასეა შექმნილი ყველა ეს ტერიტორიები ნაყიდაკ ისიც გახსოვთ თქვენ შეგახსენოთ ესპანეთთან დაკავშირებით გვანტანამოსის ყურე ისიც ესპანეთს გამოართვა ხო მე კუბის ყიდვაც უნდოდა მაგრამ ნუ ვიცით მე რაც მოხდა და როგორც ანუ რის თქმა უნდა დღეს უბრუნდება შეერთებული შტატები იმ თავის მონროს ეს გრძელდება ამერიკა ამერიკისთვის ანუ მიდის სერიოზული ვაჭრობა ხო შესთავაზე ახლა დანიას შესთავაზა გრენლანდიის ყიდვა დაუშვათ კი პანამა და გააკეთებს ამას ყველაფერს ეს ვირჯინიის კუნძულები ვირგინეს ხო იყიდა რა აი სხვა იმით შემოვიდა დღეს ტრამპი იმაში დღეს პოლიტიკური პროტაგონისტი რო გახდა აი სხვა კუთხით უყურეთ ხაზა იყო ეხლა იქამდე მივიდა ეხლა უყურეთ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო რა ხდება და მისი ესე იგი კონცეფცია ხო ხაზა სექტორი მთლიანად 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ხაზაში მე მინდა გითხრათ რომ ხაზა სექტორი არის აბსოლუტურად ანკლავია ფაქტიურად ისრაელს ქონდა და ვერ გამოვიდოდა, ვერ შევიდოდა, ჩიტი ვერ შეფრინდებოდა, ღაზა უბრალოდ მიწისქვეშა უამრავი გვირაბი აქვს და აი მიწისქვეშა გვირაბები შემოქონდათ იარაღი და ასე გადიოდნენ ეგვიპტეში. და იქიდან შემოქონდათ მიწისქვეშ გვირაბებში ცხოვრობენ ძირითადად ღაზა სექტორის მაცხოვრებლები. და ყველაფერი წყალი, გაზი და ყველაფერი ისრაელიდან შედიოდა. ეხლა წარმოვიდგინეთ 2 მილიონზე მეტი, ნუ თბილისის ხელა რა ჩათვალეთ ღაზა რა. ხო და აი ამის გაყვანა უნდა 2 მილიონი ხალხის. წარმოგიდგენია თქვენ. იქ როდესაც რო იბადება პალესტინელი და მისი ისტორიული ტერიტორია, მე მგონი კალაშნიკოვით იბადება. ხო და აი ამის ეხლა წარმოიდგინეთ ეს აბსოლუტური აი ნონსენსია, ხო მე არ ვიცი როგორ და რანაირად გაკეთდება ეს და როგორ შეიძლება ამ ხალხის გაყვანა უკვე თითქმის აი მეზობელმა ქვეყნებას ყველა უარი თქვა. ეხლა წარმოიდგინეთ ვის შეუძლია ამდენი ხალხი მიიღოს, ხო? ეგვიპტის პრეზიდენტმა სისიმ ვარი განაცხადა, ანუ ტრამპის ინიციატივა ანუ არ მიიჩნია ისე შესრულებადად და და მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს და უთხრა რომ ტრამპი გახლავთ აი ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებში შეიძლება ბოლოს კი არა მთლიანად მე არ ვიცი მაგრამ აი მე მინდა მე-21 საუკუნეში რომელიც არის უშუალოდ ისრაელის აი საკმაოდ მოკავშირე როგორ იცით აი ერთ-ერთზე მისი განცხადება ნახეთ თქვენ როგორ შეხვდა ბიბი ნეთანიაჰუს ჰააგის ტრიბუნალის რომელმაც ნეთანიაჰუ სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადა და ტრამპისთვის ეს არაფერი არ არის და ის გამორიცხული და მისი დამოკიდებულება და იერუსალიმის დედაქალაქად აღიარება და საერთოს გარეშე წინა პრეზიდენტობისას გაკეთდა ანუ რის თქმა მინდა ის არის აბსოლუტურად ყველა მოცემულობაში ისრაელის მომხრე და ჩათვალეთ მას ოჯახის წევრიც ებრაელები ყავთ, მოსიძე, ქალიშვილი, შულიშვილები, ებრაელები ყავს და ანუ ამ მოცემულობითაც არის ეს ჰააგის სასამართლოს დასანქცირებაზე დღეს მოსმენა გაიმართა იქ სტრასბურგში და ძალიან შეშფოთება გამოხატეს ყველამ დეპუტატები, ევროდეპუტატები გამოდიოდნენ იქ ნიდერლანდების მხრიდან, გერმანელებიც და ანუ ტრამპის ეს გადაწყვეტილება ყველანაირად გააკრიტიკეს, ანუ გრძნობენ ისინი რომ ვერ უგვარებენ ამ ადამიანს, ანუ არ ხდება იმ დონის კომუნიკაცია, როგორიც თქვათ ადრე იყო ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ახლა აი მხოლოდ ასეთი მწვავე განცხადებები შემოიფარგლებიან და ვერაფერს ვერ აკეთებენ. ამიტომ ყოველ შემთხვევაში ის რომ ჰააგის
სასამართლო დაასანქცირა ტრამპმა ეს პრინციპში ახალიც არ არის ეს თემა ჯერ კიდევ მისი პირველი პრეზიდენტობისას უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი ჯონ ბოლტონი ამბობდა რომ გააუქმეთ ეს საერთოდ ანაქრონიზმიაო ანუ ვერასრულებს თავის მისიასო და საერთოდ სასაცილოაო რუდიმენტიაო რა მოკვეთეთო არ არის საჭირო ეს სასამართლო ჩვენ არ ვცნობთ მის უფლებამოსილებასო და ბოლტონი რომელიც შემდეგ განუდგა და მისი პირველი კრიტიკოსი და მტერი გახდა ტრამპის ხო და აი რის თქმა მინდა ისეთ აბსოლუტურად ახალი თამაშის წესები შემოდის დღეს მსოფლიოში პოლიტიკაში რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რომ დაამკვიდროს. ეხლა თქვენ არ გენიშნათ ვადონდავით რომ ჯეიდი ვენსი ჩავიდა პარიზში და ვის შეხვდა პარიზში აბა ნახეთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოდი შეხვდა თან მას მეუღლეს ინდოელი ყავს და იქ საკმაოდ ისეთი შეხვედრა ჰქონდა პარიზში მაკრონთან ერთად ხო აი სხვა ხო გეუბნებით აი ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება რა და ამიტომ ფიქრობ რომ აი ძალიან ფხიზლად უნდა ჩვენი საქართველოს პოლიტიკა და უშუალოდ გამომდინარე სამწუხაროდ ისეა რომ პატარა ქვეყნები დამოკიდებული გინდა არ გინდა დამოკიდებული ვართ ამ დიდი ქვეყნების დიდი მოთამაშეების სიტუაციაზე როგორ გადაწყდება რანაირად გადაწყდება და მათ სამწუხაროდ ასეა ეხლა ჩვენი პატარა ქვეყნების ბედი რა ვქნათ ესეა და ხო და აი პრიორიტეტებს რაც შეეხება ბატონო მამუკა ეს თავდაცვის მინისტრი ახალი პიტ ჰექსტეგი ჰექსეტი ხო შეხვდა ბორის პისტორიუსს გერმანიის თავდაცვის მინისტრს და იქ ტეტ-ა-ტეტი საუბრეს ერთ-ერთზე თარჯიმნების გარეშე და გასტანა საუბარმა 40 წუთზე მეტი. ანუ იქ იყო მთავარი შინაარსი რომ თუ კი იყო მოლოდინი და შიში ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან რომ ტრამპის მოსვლით დაიწყებდა პენტაგონი და თვითონ შტატები ფიქრს იმაზე რომ გაეყვანა თავისი კონტინგენტი გერმანიიდან გერმანიაში უფრო აღმოსავლეთით გაეყვანა ან შეიძლებოდა რომ საერთოდ გაეყვანა ევროპის კონტინენტიდან კი ამის შიშები ჰქონდათ მაგრამ ახლა როგორც ამბობენ ძალიან კარგი შეხვედრა და საუბარი შედგაო და პრიორიტეტები უფრო გამჭირვალე გახადა ამ ჰექსეტმა ტრამპის პირდაპირ არის ნათქვამი რომ ტრამპს მთელი ამ პრეზიდენტობის ვადის პერიოდში ექნება სწორება ჩინეთთან დაპირისპირებაზე ანუ წყნარი ოკეანის ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონი და ჩინეთი იქნება პირველი მისი სამიზნე რას მიაღწევს არავინ არ იცის ხო და აქ მეორე თემა ვადონდავით ეხლა ჩვენ წინა გადაცემაში შევეხეთ გერმანიის როლი ევროპაში და გადამწყვეტი მნიშვნელობა ეხლა გერმანიაში არის პოლიტიკური კრიზისი და 25 თებერვალს ხო თუ არ ვცდები 23-ია მაგრამ 25-ში იქნება უკვე შედეგი საბოლოო ბუნდესტაგის რიგარეში არჩევნები სხვა შორის მე ძალიან ვადევნებ თვალყურს და გუშინ წინ იყო საინტერესო დებატები შოლცის და მერცის ფრიდრიხ მერცის ორი რეალური კანდიდატის კანცლერობაზე ძალიან საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატები იცით თქვენ რომ უჭერს მხარს მასკი და ალბათ ტრამპის და თვითონ ადმინისტრაცია ვაიდერის პარტიას მაგრამ მას არა აქვს ხო გითხარით ეხლა ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე ნუ არ ყოფნის კოალიციისთვის არ ყოფნის ხმები რა თქმა უნდა და აი უკვე ამ დებატებიდან გამოიკვეთა ის რომ უყურეთ რომ შოლცი უფრო იცით უფრო პრაგმატულად გამოიყურებოდა ამ დებატებში ვიდრე ფრიდრიხ მერცი ანუ ქრისტიან-დემოკრატიული და მას ანგელა მერკელიც განუდგა თავის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი. მაგრამ ნუ ფაქტურად შოლცს მაინც არანაირი შანსი არ აქვს იქ რომ განხდეს მასაც კოალიცია ჭირდება და არც ერთი კოალიციური სუბიექტი პარტიის ბუნდესტაგში მას ხარს არ დაუჭერს. იმიტომ რომ ქონდათ უკვე ეს სვეტაფორნაე კოალიცია სვეტაფორული ბატონო თავისუფალი დემოკრატების მწვანეებისა და სოციალ-დემოკრატების კოალიცია იყო ანუ შუქნიშანი სამი ფერის მიხედვით კი ბატონო ასე რომ მაინც ფრიდრიხ მერცზეა საუბარი და
ძალიან არადეკვატური შთაბეჭდილება დატოვა, ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს მერც აი დებატებიდან გამომდინარე და ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანია რომ მერცი ამბობს მივაწვდი ამ ტაურუსებს რუსეთის სიღრმეში გასაწყნელად უკრაინელებს კი და შოლცი ამბობს რომ არ გადავწყვეტ ტაურუსების და ერთი კიდე საინტერესო შოლცი ადანაშაულებს ფრიდრიხ მერცს რომ ალტერნატივა გერმანიისთვის თქვენ უწყობთ ხელს თქვენ შეუწყობთ თქვენ შექმნითო და ესენი არიან წმინდა ფაშისტები და ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა მე მინდა ჩვენს მაყურებლებს შევახსენო რომ თუ დააკვირდება აი ალტერნატივა გერმანიისთვის დიდი მხარდაჭერა აქვს ბატონ დავით გერმანიის აღმოსავლეთში დემოკრატიული რესპუბლიკა აი იქ აქვს 60-70% ამ მრჩევლების უჭერს ყოფილი GDR გერმანიის სოციალისტური გერმანიის და ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა რეგიონალურ არჩევნებში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გერმანია 16 მიწის განო ფედერალური სახელმწიფოა ისე და მიწაქვია და ტიურინგის მხარე არის ასეთი, ეს ყოფილი საბჭოთა ეს იენა ქალაქი და გოეთეს ვეიმერის იქ შედის ტიურინგიაში და აი გაიმარჯვა ვაგნერის პარტიის კი ბატონო და იქ რა მოხდა ისეთ სასამართლოს გადაწყვეტილებით ადგილობრივი ფრაქციის ხელმძღვანელი გნებავთ ალტერნატივა გერმანიის სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს მისა უფლება რომ ფაშისტი დაეძახათ სასამართლომ გადაიწო თქვენ იცით ახლა გერმანიაში ჰიტლერი და ფაშისტი როგორი დამოკიდებულება იმდენად ულტრა მემარჯვენეები არიან და იმდენად უკვე გადადიან ალტერნატივა გერმანიისთვის მისი წარმომადგენლები იდეოლოგიურ ჭრილში შედიან უკვე ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ანუ ჰიტლერის პარტიის წიაღში რომ სასამართლოს გადაწყვეტილები წარმოგიდგენიათ რომ მას უფლება მისა სასამართლო დაუძახეთო გასო ფაშისტი არისო აი ასეთი წყობა ამას უჭერს მხარს ახლა სერიოზულად ილონ მასკი და მათ უნდათ რომ ეს ხელისუფლებაში რომ ნახოთ რაც იქნება ახლა გერმანიაში მე იმიტომ გავამახვილე ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა რომ გერმანია არის წამყვანი გამწევი ძალა ევროკავშირში და აი ალტერნატივა გერმანიისთვის მისი პირველი პოლიტიკური რეფერენდუმი გახდა ის რომ დატოვებენ ევროკავშირს, ნუ გარკვეული მარკის აღდგენა უნდათ, ევროს ზონიდან გამოსვლა უნდათ, მარკის აღდგენა უნდათ და იმიტომ რომ სუვერენიტეტი გვაქვს შებღალულიო თქვა, დაკარგული გვაქვს და სადღაც სწორია, იმიტომ რომ ნებისმიერ გაერთიანებაში, ნებისმიერი მოცემულობით რაგენ სუპერ განვითარებული სახელმწიფო იყო რაღაც წილ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობა შენ კარგავ. ეს ასეა და მიღებული წესია. ხო და აი ასეთი პროგრამით არის და მოკლედ აი ძალიან საინტერესო ეთიკური შენობა დაახლოებით 10 დღეში გვექნება უკვე შედეგები. აი ეს არის და რადგან ვსაუბრობთ ამ ულტრამემარჯვენე ძალების იქ ალბათ მერცი მოიგებს რა თქმა უნდა მაგრამ ეს ალისა ვაიდელზე რადგან არის ამ ხელაფსონი იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მასკი მას მხარს უჭერს ამავდროულად ვაიდელს შეხვდა პრინციპში მთავარი დასაყრდენი ევროპაში ვიქტორ ორბანი მემარჯვენეების ლიდერი. კი, ვიქტორ ორბანი შეხვდა. ის იმას ნიშნავს, ეს არის პირდაპირ სიგნალი, თუნდაც ამერიკელ მაპატიეთ გერმანელ ელექტორატზე, რომ იცით რა ჩვენ ეს ტრადიციული კონსერვატიული ძალები უჭერთ ვაიდელს მხარს. მაგრამ იქ ავსტრიაში გაუჭირდათ კოალიცია, ну იქაც ცნობილია რომ ულტრამემარჯვენეები არიან და ეს ტენდენცია არის იგივე საფრანგეთშიც. ანუ იკვეთება რომ ხო სამომავლოდ ეს ლიდერები ნიდერლანდებშიც ერთად შეიკრიბნენ მინდა გითხრათ. გასულ კვირას იყო მადრიდში შეხვედრა ყველა ისინი კი საუბრობდი და ძალიან საკმაოდ სერიოზული შეხვედრა. მე ჩვენს მაყურებლებს მინდა მიმართო და ვთხოვ აი თუ გაქვს შესაძლებლობა გაეცანით. ძალიან საინტერესო აი იქ შეიკრიბა ევროპის მომავალი. ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო და ჩვენს კოლეგებსაც ალბათ არ ვიცი ახლა
სოციალურ ქსელებში და გადაცემებში არ მინახია, რომ ვინმეს მიმოხილვა გაეკეთებინოს. აი ამ ძალიან საინტერესო შეხვედრა გახდათ. აი მე მინდა ყველას ურჩიო რომ ნახოთ ეს მადრიდში შეხვედრა, შეიკრიბა იქ იტალია, დავიჯი ყველა უნგრეთი, ევროპის ძალიან საინტერესო გამოსვლები იყო ულტრა მემარჯვენეების ტრადიციონალ კონსერვატორების მხრიდან და საკმაოდ თამამი განცხადებები გაკეთდა და საკმაოდ სერიოზული გამოსვლები იყო და აი ვისაც ინტერესი გაქვთ აუცილებლად YouTube-ზე დევს ეს ინფორმაცია და გამოსვლები და შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო კონტურები არის ევროპის მომავლისკენ ანუ ხვალინდელი დღე ევროპის ახლა ასე არ არის როგორც ჩვენ გვეუბნებიან და ევროპაში შეიძლება და ევროპის წამყვან ქვეყნებში აქ საუბარია იტალიაზე საუბარია გერმანიაზე საუბარია ესპანეთზე და სხვადასხვა მოხდეს მართლაც და იტალიაში ხა მელონი მართლა მემარჯვენე იმ ბერძენ კონსერვატორ ქალს აფროდიტი ქვია ხო სერიოზული სიტყვა მქონდა პირდაპირ იშველიებდა ალექსანდრე მაკედონელიც მოიშველია მისი ცნობილი ციტატები და ანუ ყოველ შემთხვევაში შეიკრიბა ის ხალხი ვისაც სურს ეს კონსერვატიზმი მინდა კიდე ძალიან საინტერესო და აი ესტონეთის წარმომადგენელი ჩვენ საუბრობთ მე და ბატონი დავით აი იმის გამოსვლასაც მიაქციოთ ნუ ყველა ძალიან საინტერესო იყო და აი მომავლისთვის ევროპის მომავლისთვის და ხვალინდელი დღისთვის აი დაინახავთ რომ რა ძალები შეიძლება მოვიდეს ევროპაში და როგორი კონფიგურაცია იყოს და როგორ გადანაწილდეს ძალიან საინტერესო მაგრამ ნახეთ ბატონო მამუკა აქ არის ერთი კიდე საინტერესო მომენტი ეხლა ნუ შესაძლოა სულ მალე ვიხილოთ იალტა 2 იმ გაგებით რომ თუ ტრამპი და პუტინი მორიგდებიან მთავარ ამ გლობალურ პრობლემებზე და რასაკვირველი აქვს თავში დგას უკრაინის კონფლიქტი მაგრამ ნახეთ საინტერესო გახლავთ ესეთი მომენტი რუსეთში მიუხედავად იმისა რომ ერთის მხრივ მოსწონთ ეს მოძრაობები რომ ეს ლიბერალური ჰიდრა ნელა კვდება ევროპაში და ანუ ამერიკაში წამის 1000-ში შეიცვალა ეს ყველაფერი მეორეს მხრივ მაინც ბოლომდე არენდობიან ისინი მიიჩნევენ რომ ევროპული კონსერვატული ძალები პრინციპში არის აი ამ ნაცისტურ, ნაციონალისტურ, ულტრანაციონალისტური, აი რასაც საუბრობდით ამ ფაშიზმი იყო ხსენებული, ხო? აი ამის გაგრძელება. ანუ რუსებს აქვთ ესეთი ნათქვამი, ხრენ რეწკინის ლაში. აი რო ვთარგმნოთ ახლა ეს ხრენ როგორც ჩვენთან ტყემალს ხმარობენ ისე ხმარობენ ხო რუსები ხო ანუ პირშუშხა არის ქართულად ახლა ვნახეთ თარგმანში ხო და აი ეს პირშუშხა ბოლოგზე ტკბილი არ არისო რა ახლა ნუ ბოლოკიც ლობიოს ამოლესი ლობიოს რომ მიიჩნევენ ქართველები ხო სპეციფიური გემო აქვს ხო ამიტომ ასე უყურებენ რუსეთში ერთის მხრივ უხარიათ რომ ჩამოიშორეს ის ჭირი რა ხო მაგრამ იდეოლოგიური თვალსაზრისით ამიტომ რუსებს იმიტომ აქვთ გაასკეცებული სამხედრო წარმოება სამსვლაში მუშაობენ აშენებენ მიწისქვეშა ყველა უნივერსამის და უნივერმაღის და პოლიკლინიკის და საავადმყოფოს ქვეშ ბუნკერებს აშენებენ და ნუ მეტრო აქვთ ისეთი რომ რა ვიცი ყველაფერს გაუძლებს ალბათ ეს ასე იყო ბატონ და ყველა იყო გათვალისწინებული თბილისის მეტრო შენებლობა რო დაიწყეს ეს არის გეო გახსოვთ სამოქალაქო თავდაცვა ეს იყო ყველა საომარი მეტრო შედის ერთ-ერთ ძირითად ობიექტ ნომერი პირველი ანუ საგანგებო მდგომარეობა რო გამოცხადდეს გათვლილი იყო რომ მეტრო რა თქმა უნდა კი ყველა არის საომარი მოქმედებისთვის გათვლილი მე ერთი რამე მითხრა მე აბსოლუტურად გეთანხმებით რუსეთისთვის ეს იმდენად მიუღებული იმიტომ რომ სამამულო ომმა ანუ მეორე მსოფლიო ომმა იმდენად დარტყმა და იმდენი დანაკარგი მოუტანა ამ ქვეყანას მისთვის აი ახლა რომ აი დაუშვათ ავიღოთ და ვთქვათ რომ აი მემარჯვენე მიმართულება კონსერვატიზმი დაუშვათ ტრადიციონალიზმი ნაციონალიზმი გნებავთ იმდენად უკვე იმდენად ზიზღია და მიუღებელია მათთვის თქვენ დააკვირდით რუსეთის პოლიტიკური ლანდშაფტიც რო ნახოთ იქ ვერ ნახავთ თქვენ მემარჯვენე მიმართულების პარტიებს გამორიცხვა არ არის ნუ იყო გახსოვთ ერთად ლიმონოვი და ვიღაცეების ახლა ჟირინოვსკიმ თვითონ არ იცოდა ცხონებულმა პარტია რა მიმართულების იყო ლიბერალურ დემოკრატული ერქვა მაგრამ ნაციონალისტიც იყო ის ყველანაირი მიმართულება ჰქონდა ანუ მისთვის აი ესეთი პარადიგმული ჩარჩო რომ აი შენ უნდა იყო მიმდივარი მემარჯვენეობის მიმარცხენეობის არ არსებობდა პოლიტიკურ კონიუნქტურას ასჭირდებოდა ეს ერგებოდა მაგრამ აი ჩვენ რო ავიღოთ და გადავნახოთ დავით მისთვის მიუღებელია ის ამ იდეოლოგიას
არ მიიტარეს, იმიტომ რომ მისთვის ზუსტად მემარჯვენეები ასოცირდება ფაშიზმთან. გერმანია, ჰიტლერი და მუსოლინი. აი იმისთვის ეს არის მიუღებელი რუსეთისთვის. ამიტომ შეიძლება მან წინააღმდეგო გაუწევს. კი ბატონო, ეხლა ეს ლიბერალური დაუშვათ დაინგრა და ეს მისთვის პირველი მტერი ვინც იყო, ხო, ევროკავშირი და ვინც მას უპირისპირდება, მაგრამ მას შეიძლება უფრო უარესი ძალა მოვიდეს მისთვის. მე ვამბობ აი იდეოლოგიური კუთხით. ამიტომ გეთანხმებით რომ ცოტა სერიოზული აი ჩვენ მე მაგალითად აი რომ აი საქართველოს კიდევ ერთხელ მინდა რომ ყველა ეს სიტუაცია ჩვენ ქვეყანას დაუკავშირო და საქართველოს დაუკავშირო პირველ რიგში მაინც იმ უბრუნდები ჩვენ საუბარს და მე მინდა აი რუსეთთან ურთიერთობის ჩვენს მაყურებელსაც შევახსენო და ყოველთვის მქონდა იმის მოთხოვნა აი ისტორიული კონტექსტით მინდა რომ აი როდესაც ჩვენ ან მე პირადად გადაცემებში ვსაუბრობდი იმ პოზიტივზე რა პოზიტივიც რუსეთმა მოგვიტანა საქართველოს ისტორიაში ის როს დაუნახავია ჩვენ არ ვაფასებთ ამას ანუ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ისტორია კარგად ან ვიცით ისტორია, მაგრამ ვაფასებთ არაობიექტურად და მიდგომები გვაქვს სუბიექტური. და კიდე ახალი ტენდენცია ამ ისტორიის გადაწერა. ხო, აი ეს ისტორიის გადაწერა ეს მეორე უბედურება და ის რომ ჩვენ თაობებს არ ვასწავლით ამას და განათლების სისტემაში ეს იმხელა კაზუსია რომ ჩვენ ტენდენციური გავხდით და განათლების სისტემაში ეს არ ჩაუდეთ. ჩვენ სწავლის მეთოდებიც დავკარგეთ, აი ვიმკით იმ შედეგებს, რაც დღეს არის ეს გაუნათლებელი საზოგადოება გაუნათლებელი უკაცრავად ახალგაზრდობა რომ მოდის. მე შეურაცხყოფას არავის კი არ ვაყენებ. გაუნათლებლობას მე ვქვი უწიგნური თაობა, რომელსაც არ აქვს ინფორმაციულ დონეზე არიან დასული და განათლება დღეს აღიქვება როგორც სოციალური მოვლენა, ანუ სოციალური ქსელებიდან მიღებული ინფორმაციით შენ შეგიძლია დოსტოევსკის იცოდე, ტოლსტოის იცოდე, ვეფხისტყაოსანის, ანუ წაკითხვა არ გჭირდება რეზიუმეს და იმას ნახულობე და ამით საუბრობე, ხო? აი ეს არის დამღუველი დღეს. სამწუხაროდ ამას უკიდურესობებში გადავარდა. ხო, სამწუხაროდ ამას შედეგები და აი ჩვენ რეციდივებს ვხედავთ, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ და დავაფიქსირებ, რომ არავინ მე ჩემ თავზე ვამბობ და ჩემი კოლეგებიც ალბათ იტყვიან, რომ ჩვენ არავინ არ არის იმის მომხრე, რომ საქართველოს დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი დამოუკიდებლო და რუსეთის კოლო ღმერთმა და გამორიცხულია. ამაზე არავინ არ საუბრობს. გამორიცხულია. ეს არ მოხდა, არ უნდა მოხდეს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს სასწრაფოდ უნდა დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა, აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან და რუსეთთან ერთად ჩვენ შეგვიძლია უნისონში მოვახდინოთ ჩვენი დაუშვათ გარკვეულწილად ცხოვრებისეული ან გნებავთ მომავლის აწყობა. იმიტომ რომ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, რუსეთი იქნება ის გარკვეული ქოლგა უსაფრთხოების, ხო? ჩვენ ხო აქ ვსაუბრობთ უსაფრთხოებას. აი რატომ გვინდოდა ნატო, აი სამხედრო გაერთიანება რა არის, ხო? სამხედრო გაერთიანება ძალიან პრიმიტიულად რომ ვიმსჯელოთ. სამხედრო ნატოში შესვლა იმიტომ გვინდოდა რომ ჩვენ თავი დაგვეცვა, ხო? ნატო იქნებოდა ჩვენი დაცვის მექანიზმი. აი ამ ამერიკელებმა ვინც ახლა შეხვედრებს მართავენ იქ რამშტაინის ფორმატში იქნება თუ მიუნხენის კონფერენციაში. ამბობენ დღეს ითქვა უკვე, აი სულ ახალი ამბავია რომ ნატოში გაწევრიანებაც არ იქნება უკრაინისთვის გარანტია. ეხლა იქ გეგმაში შესაძლოა კონტინგენტი განვათავსოთ ოღონ ნატოს ეგიდის გარეშე. გამორიცხულია. აი ეხლა გამახსენდა კიდე ყველაზე მთავარი რა შორც მადამ ფრიდრიხ მერცის იმაზე პირდაპირ თქვენს რომ ჩვენ ნატოს უკრაინას ვხედავთ ნატოში გამორიცხულია. ეს უკვე გამორიცხულია და ტრამპას დაადასტურა. ხო და რის თქმა უნდა საქართველოს ამ ისტორიულ წიაღწევებს უბრუნდები და მინდა გავახსენო ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ ჩვენ როდესაც ამ თემატიკაზე ვსაუბრობთ, იცით არახალი, მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ ჩვენ, იმიტომ რომ სამწუხაროდ არის საკმაოდ არაერთხელ მithქვია და კიდევ მეორდები არაობიექტური, ტენდენციური, მიკერძოებული, ბატონი დავით ხელახლა გადაწერა ისტორიის. ვინ მოგვს ამის უფლება რომ ჩვენ ისტორია ხელახლა გამორიცხული ვერ გავაკეთებთ, ხო? ვერ დავკარგავთ იმის როლს, რაც გაკეთდა 19 საუკუნეში. შენ გინდა, არ გვინდა, როგორც გინდა ისე შევხედოთ, ხო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთმა დაუბრუნა, ხო?
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთ-თურქეთის ომის დროს საბოლოოდ აჭარის შემოერთება. ეს ხო არა ხარ, მე ხო არ ყვები ბატონო დავით. რა თქმა უნდა და არ დასწავდა კიდე, უფრო ეს 1/13 რაც დაკარგული გვაქვს, სკიპზე იყო რომ შემოგვერთებინა. ვიღაცა შეგვედაოს, აი ეს მას რუსეთის კი ბატონო ჭირდებოდა, მას იმპერიას და ფართოვდებოდა და კი ბატონო გასაგებია, მაგრამ მე როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, ვის დარჩა ეს ტერიტორია? აი ეს ტერიტორია დღევანდელი აჭარის, ხო? და მოიკიდა რუსეთმა და წაიღო? ხო? ან კიდე სხვა უამრავი სამხრეთ საქართველოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მეორე კიდე მინდა ვთქვა რომ აი მე-19 საუკუნე რომელიც თვითონ რუსეთის ისტორიაში ბატონ დავით არის რენესანსი, აღორძინება, აყვება, მარტო ყველაფერს თავი დავანებოთ, ხო? ერთმა საუკუნემ შეიძლება, კაცო, აი ესეთი გიგანტები და შვას პუშკინი, შვას ლერმონტოვი, შვას დოსტოევსკი, ტოლსტოი, ჩეხოვი, ბუნინი, რა ვიცი, უამრავი, რა ვიცი, კიდე შეიძლება ხო ყველანაირად ლომონოსოვები და ყველა ერთი, ანუ და ამ იმაში ვიყავით ჩვენ საქართველოს ტრადიციული ყველა ქართველი ვინც დღეს რაღაცას წარმოადგენს ისტორიულ იმაში. ყველამ განათლება რუსეთში მიიღო. ან რუსეთიდან წავიდა მე ევროპაში, ხო? ეხლა თერგდალეულებს რო ვეძახით, ხო, ეს ტერმინი, თერგი, მაგრამ არ ყოფილა. ეხლა აკაკი წერეთელი თერგდალეულებს რუსეთში გემით წავიდა და ოდესით წავიდა. და ჩავიდა ვორონცოვის ქრუვთან და მადლობა მოუხადა. გადაუხადა, იმიტომ რომ სანამ საქართველოს იარსებებს, მიხეილ ვორონცოვის სახელიც იარსებებს, ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს აკაკი წერეთლის სიტყვებია. ვორონცოვი დიდი პიროვნება იყო, უდიდესი პიროვნება იყო, რომელმაც იმდენი დამსახურება, ეხლა ძალიან ბევრი. უდიდესი დამსახურება, ამდენჯერ ეხლა უკვე დავიღალ, არა დავიღლები, ყოველთვის ვამბობ, არ ვაფასებთ ჩვენ. აი იმდენი სიკეთეა კამკაც გაკეთებული, რომელიც თავარმართებელი მეფის ნაცვალი იყო. შენ ალტერ ეგო იქნები ჩემეო, ნიკოლოზ პირველმა უთხრა, როდესაც გამოუშვა საქართველოში. ეს უდიდესი განათლების და იქ სინამდვილეში ცოტა სხვა ისეთი კულუარული თამაშები იყო, დიდად არ წყალობდნენ. ვინაიდან სწორედ ესეთი გახსნილი ევროპული ხედვა ჰქონდა ვორონცოვს და არ მოწონდა გამოუშვეს აქ. რუსული არ იცოდა ისე რომ ის ხო და სიკეთე ნამდვილად ბევრი გააკეთა საქართველოს. მიკურის ხოლმე ისიც რაღაც აი ტელევიზიაში რაღაც გადაცემებია, რაღაცებია და აი ქართული თეატრის დღე და რო ხალხო რატომ გვავიწყდება რომ როდესაც ამას ამბობ შენ გაიხსენე ეს კაცი ვინც შენ თეატრი გაგიხსნა ვინც შენ ოპერა გაგიხსნა ვინც შენ ქართულად მოგცა იმის საშუალება რომ პიესები გიორგი ერისთავის თავის ჯიბის პულს აძლევდა პირველი ცისკარი ჟურნალი ქართულები იმების პიესების უამბ მე არ ვიცი მარიბროსე თავის პულით დააფინანსა არ ვიცი ხა რა გავიხსენო ვიცით ეხლა ძალიან ძნელია ასეთ ერთ მომენტში რომ თქვა სასწავლებლების ქართული ენის განვითარება დიმიტრი ყიფიანი ყავდა თავისთან მუშაობდა დიმიტრი ყიფიანი გადასახლებიდან რო დაბრუნდა 1832 წლის შეთქმულების მონაწილე იყო ახალგაზრდობაში თვითონ დაიბრო თავისთან მოიყვანა და იქ მუშაობდა მისი კანცელარის ეს უდე წმინდანია დღეს დიმიტრი ყიფიანი და არ აგობს ისე დაფასა ნიკო ნიკოლაძე ულმობელი საქმის კაცი უდიდესი დამსახურების კაცმა რომელმაც ფოთი დღეს ფოთის არსებობა და ფოთის აშენება მისი დამსახურება და იქ გაუშვეს ფოთი. ნუ მაგრამ რამდენი გითხრათ დიმიტრი ყიფიანი არაერთხელ მიყვეს პირველი ქართველი თბილისის რო დღევანდელი ენით რო ვთქვათ იქ მე პირველი თავი იყო ქართველი არ ყოლე ორი ყავდა ისტორიაში ბატონო მამუკა 1840 წელს გახდა შემოიფარგლება ჩვენთან ეს პროვინციალიზმი იმ გაგებით რომ მაქსიმუმ ამოკრეფენ თუნდაც ვაჟაფშაველას ისე ფრთოსან ფრაზას ან რუსებზე ან აკაკი წერეთლისას ახლა აი ადამიანურ დონეზე ობივატელის დონეზე სადღაც პურმარილზე რომ მიდის კაცი ვიღაცის რაღაცა არ მოეწონება რომელიღაცა ეროვნების ხო ჩვენ არც ერთი ეროვნების წინააღმდეგნი არ ვართ რაზეა საუბარი მაგრამ აი ასეთ უტრირებულ ფრთოსან ფრაზას ამოიღებენ და ის არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც იკვებებიან ამ ფულებით რომლებიც ახლა აღმოჩნდა რომ რას ქვია რატო იღებთ აგენტების შესახებ კანონსო და მე თურმე თვითონ თავარმა ამერიკის შეერთებული შტატების თვითონ ეს დონორები გააჩერა ანუ ეს USAID აკრძალეს და აბა რაზე არის საუბარი ხო ორმაგი სტანდარტი იყო აი ამ ფრაზებს ატრიალებენ და ახალგაზრდებს ტვინს უწამლავენ აი ეს არის უბედურება რა ვიცით აი კონტენტი გეთახმებით ბატონო კონტენტი რაც არის ინფორმაცია აი პედაგოგის მოვალეობა ახლა მეც ვიყავ პედაგოგის აი ხოთიეთ ეს აფხაზავა ხო აი ლიბერალი ხო არა ეს ნუ ახლა მაგის როგორ შეიძლება პედაგოგი და მაგის გაკუთრებზე როგორ ეს
გასაგებია, ამ წუთში ის ადამიანი არის წაქცეული, უჭირს რაღაც ჯარიმა დააკისრეს 5000 ლარი. მაგრამ სოცქსელში რო ტრიალებს რომ 3000-ზე მეტმა პედაგოგმა შეუგროვა თითო ლარიო, ეს პედაგოგები ახლა ჩვენ 27 წელს ნამდვილად არ ვაწყობთ, მაგრამ ესენი არიან ყველა იმ ახალგაზრდების ტვინის მომწამლელი პედაგოგები. იქეთკენ მივდივარ. ხო არსებობს ახლა მე მინდა ხელისუფლებასაც მიმართო და ქართულ ოცნებასაც ხო არაერთხელ ამ განათლების სისტემასთან დაკავშირებით. ხო არსებობს განათლების სისტემაში რა ზედამხედველობის სამსახური, იქნება გენერალური ინსპექცია, რაღაცა უამრავი, ხო საკანონმდებლო ბაზით არ შეიძლება ამის მოწესრიგება რომ ეს ბალასტი გაიწმინდოს სკოლებიდან, გაიწმინდოს უნივერსიტეტებიდან. შეიძლება ლექციაზე და გაკვეთილზე ისეთი პედაგოგი შეშვება, რომელიც გამოდის და შემდგომ ქვეყანა არსებულ არეულობას აფინანსებს. ამიხსენეთ ერთი ეს რომელი წესია, სადაური წესია, ვინ აკეთებს ამას? ეს სად ხდება ხალხო? რომელ დემოკრატიულ, რომელ ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ასეთი რაღაცა, რომ გამოდიხარ და შემდეგ სკოლის მასწავლებელი აფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებს. ესენი ყველა რა გამოსვლების არის, ესენი ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლები. ესენი არ არის ბევრი პარალელის გავლებაში მე ჩემი სტუდენტობის დროს ერთი ახალგაზრდა ლექტორი იყო, რა თქმა უნდა, გვარს არ ვიტყვი. პირდაპირ ესე იგი სტუდენტებს გვიყვებოდა რომ თურმე რუსეთში მამის სახელი იმიტომ არისო, რომ ეს რუსის ქალები ესეთი სუსტი ყოფაქცევის და გარყვნილები რო იყვნენ, რომ გაერჩიათ რომელი კაცისგან ყავთო გაჩენილი სისულელია. რუსეთში ტრადიციული მართლმადიდებლური ქვეყანა, სადაც მშობელს რა 10 მცნებაში რომ მეოთხე მცნება პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა, ამის გამო არის მამის სახელი და ჩვენთან იმიტომ გააუქმებინეს, თუნდაც პირადობის მოწმობაში ან მამის სახელი, ხო? ამის მიზანი რა იყო? რომ წასულიყვნენ ბოლოს ფინალი ყოფილიყო მშობელი 1, მშობელი 2. ეს იყო შინაარსი. რა თქმა უნდა, აქ ჩადებული იყო ის სპეციალური დავალება. ეს არის მთელი. რა მინდა, დავით, იქამდე მივდივართ, ხო? განათლების სისტემა, ფორმა, სწავლების დაუშვათ და დაინტერესება. არც ერთ მასწავლებელს, არც ერთ უმაღლესი სკოლის და უმაღლესის ინსტიტუტშიც, ხო? როდესაც შენ ლექტორი შედიხარ გაკვეთილზე, შენ იდეოლოგიური შენი გემოვნებისაგან სათავისუფალი უნდა იყო. შენ არანაირი უფლება არ აქვს იქ შეხვიდე და იდეოლოგიურად მოწამლო ბავშვები. არავის არ აქვს უფლება. შენი მოვალეობა უნდა შეასრულო, ლექცია წაიკრო, კი ბატონო, 6-7 საათის მერე რაც გინდა გააკეთე, მაგრამ ანტისახელმწიფო ქმედებაში არ უნდა ჩაერთო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვი სტუდენტი, რომლისთვისაც პედაგოგი არის, ხატი, წმინდა იყო ყოველ შემთხვევაში, ეხლა არ არის, ხო? ჩვენ პერიოდში მაგალითად ჩემ ახალგაზრდობაში ეს იყო და ჩემს ბავშვობაში, ხო? რა ვიცი, სკოლის მასწავლებელი რა ღვთაებრივ მოვლენად მიგვაჩნდა და საჭმეს ჭამდა თუ არა და ისიც არ გვეგონა, რომ რაღაცა ის სხვანაირი მოცემულობა გქონდა, ხო? და დღეს როდესაც ბავშვი უყურებს რომ მისი მასწავლებელი, მისი ამღწდელი პედაგოგი გამოდის და ეუბნება რომ მოდი შენ თავი დაანებე კაცო სწავლა, წამოდი გვერდზე დადეკი, წამოდი მოდი ერთად ვისროლო, ისროლე მოლოტოვის კოქტეილი, გაუკეთე წინააღმდეგობა გაუწიე, იყვირე, პროტესტის ფორმა გამოხატე, სკოლაში არია რომ არის სწავლო, გამაგებინეთ, ეს არის განათლების სისტემა, ეს არის პედაგოგი. ეს შეიძლება ასეთი პედაგოგები სკოლაში გაკვეთილი შეიყვანონ და ჩაატარებინოთ გაკვეთილი? სად არის სკოლის სამეურნეო საბჭო არის, სკოლის დირექცია, მაგრამ რადგანაც ყველა მოწამლულია. განათლების სისტემაში უნდა მოხდეს მართლა ის კათარზისი და განწმენდა განათლების სისტემის. და ეს არ იქნებოდა და არ შეიძლება ესეთი რაღაცები იყოს. კი ბატონო, პროტესტის ფორმა უნდა გამოხატო ხა დემოკრატია და გააქვს უფლება ვერამ ვერ აგიკრძალავს, მაგრამ ეს ფორმის გამოხატვა არ უნდა გადავიდეს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ეგ არის დამღუპელი ამ ქვეყნისთვის. შენი პოლიტიკური გემოვნება არ უნდა მოახვიო თავს არავის. დაიტოვე, კი ბატონო, მოგწონდე შენ ნაცები და არავინ არ გედავება ამას, მაგრამ შენ ნუ მიდიხარ და ბავშვს ნუ უჩიჩინებ ამას. რომ ეს იმიტომ არის კარგი, რომ ის ცუდი არის, იმიტომ რომ ის არის, ხო? აი ესეთი ტერმინები. ბატონო მამუკა, თქვენ ახსენებთ ნაცები. ხვალ პარლამენტში ეს კომისია იწყებს მუშაობას, რომელმაც მთელი ეს დანაშაულებები უნდა დადოს მაგიდაზე და საბოლოო წერტილი დასვას ამ საქმეში. სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ეს არის ძალიან მე ვნახე, შემადგენლობაც ვნახე, საკმაოდ ძალიან საინტერესო
კვალიფიციური იურისტები არიან შემადგენლობაში. საპარლამენტო, რომელიც ახლა მახსოვს მე ბატონი თენგის შარმანაშვილია, ქალბატონი თეა წულუკიანია და კიდე არ ვიცი. ძალიან ცნობილი და კარგი და მაღალი დონის პროფესიონალი იურისტები. დაველოდოთ კი ბატონო. ეს ჩვენი შეკვეთაა, ჩვენ შეუკვეთეთ, ანუ ამომრჩეველმა ელექტორატმა ვინც ხმა მიუწით უთხარით ქართულ ოცნებას ასრულებს. დაველოდოთ 3 თვიანი, მე მგონი 3 თვეა ყავდა და მე თუ დაჭირდა კიდე 6 თვემდე ჩვენი მოთხოვნა არის საკანონმდებლო ბაზით არანაირი ხა სააკაშვილის სხვა დავემგვანებით რომ კანონს ირგებდა და როგორც უნდოდა კანონი მაშურიძების რაღაც ქონა გამოყენებული და ყველას უნდოდა არ უნდოდა კანონი ნულოვანი ტოლერანტობა და ნახევარი არ მინდა ეხლა კიდე ამ მაგის რა სიმბიძურეებიც აკეთა ხო ჩვენ ხო არ დავემგვანებით მაგას გააკეთოს ეხლა მე არავის არაფერს არ ვასწავლე და ვიცი ასე იქნება კანონის სრული დაცვით აბსოლუტურად უნდა მოეწყოს მეორე ნიურნბერგი სხვანაირად არ გამოვა დავით აი რომ მოეწყობა ის მეორე ნიურნბერგი მე თქვენ ნახავთ რომ ვერც ერთი ვერ გამოვა და ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ვერ ჩაიდენს მას არ უნდა კონდეს იმის მოლოდინი რომ აი მე ანტი და ეს შემრჩება აი ეგ არის გაფიქრებაც უკვე დანაშაულია ანტისახელმწიფოებრივ და ამ პოლიციას რო ეწერა ამ გმირბიჭებს ის იცავს იქ სახელმწიფოს ის ფორმაში ჩაცმული ის სახელმწიფოა ის არ არის ქართული ოცნება ის სახელმწიფოა და იცავს სახელმწიფო ინტერესებს შენ ვინ ახარ აუფლება ხარ მიდიხარ და შეურაცხყოფას აყენებ ნახეთ სოციალურ ქსელებში სხვა ქვეყნებში რა ხდება მე მოვყევის მაგალითი და ეხლაც მინდა ხო ისრაელში ჩვენი ახლობელი რომ პოლიციას რაღაცის თქმა მინდოდაო და ხო ქართული თემი მივიდა როგორც კი შეეხო პოლიციას იმ წუთას ბორკილები დაადო იცი თქვენ და რა უფლება ქონდა და მე რომ მივხვდა უცხოელი თორე შენ დაპატამირება უკვე აი ეს არ ხდება ეს მარტო საქართველოში ხდება ესეთი რაღაცა ის თავმოყარე კაცი შენ რა უფლება გაქვს კაცო მიდიხარ და ოჯახს უგინებ მშობლებს უგინებ ცხვირწის შეურაცხყოფას აყენებ რატომ რის გულისთვის და ეს ბიჭები არიან ხვალდაზე ღმერთთან უკვე ამე რომ მოხდეს უნდა წინა ხაზზე დადგენ და შენ დაგიცვან და შენი ოჯახი და შენ ყველა თქვენთაგანი უნდა დაიცვას და იმან პირველი ტყვიას მაგი უნდა დახვდეს წინ აი ეს ბიჭები ვინც იქდგანან ეს მოცემულობა გქონდა ამით გამსხოლდებიან ესენი სააკაშვილის რეჟიმისგან ზუსტად და ეს გვინდა ჩვენ რომ აი ეს ამან მიაღწიოს დღეს ქვეყანაში და ჩვენ ქვეყანაში გვინდა საბოლოო ერთხელ და სამუდამოდ დავიღალეთ რა აი დავიღალეთ 35 წელი ხო ერთი და იგივე ჩვენ კაი ჩვენი ახალგაზრდობა დავკარგეთ და შევალიეთ ბატონ დავით ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა რა დააშავეს კაცო მე რა დავაშავე ხო რა რუსთაველის გავლა თბილისელი ვარ კაცო ჩემია ის რუსთაველი და შენია და ჩვენია ხო მაგრამ გული მიყდება რო გავიოლე იქა ხო რა საშინელებები ხდება კარგი ატარებ აქციას გასაგებია ნუ აი ეს რა უბედურება ამ კედლებზე მიწერები რა ხო ის ხო ყველა შენობა თითქმის რუსთავეზე არის ისტორიული დანიშნულების ხო ან ეს ამის შეგნება არა აქვს უბრალოდ აი ხლა იმ ხალხის ვინც ამას აკეთებს და ვინც თქვენ გახარდა იქ ტაშს უკრავთ რომ ამას აი პოლივიზატორი თუ არის მთელი შენობები შეღებილი ეს მოგხსოვთ და ყველა ისტორიული დანიშნულების შენობაა იქ თითქმის 90% ძეგლთა დაცვის მიმოში შედის ყველა რუსთაველი სადაც ეს ვითომ ეს ტარდება რა გახდა ეს რუსთაველის 35 წელი რა ვერ გავიგე რა მარსის მოედანია რა არ ვიცი რა ხდება ხო კი ბატონო და ბატონო მამუკა ჩვენ გვჭება 10 წუთი დაახლოებით და გამოჩნდა ისევ ჰორიზონტზე ჰერროთი ანუ ჩვენი რძალი ხო ნუ ბატონია ხო რა ვიცი ყოველ შემთხვევაში გამოჩნდა და ახლა უკვე მარაქაში გაყავს სომხეთიც მარტო საქართველოსი არ კმაყოფილდება ასეთ განცხადებას აკეთებს და აუცილებლად შევეხებით ნუ ამ საკითხს ახლა სადამდეც დრო მოგცემ საშუალებას ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველოს და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს ნუ ასეთ განცხადებას აკეთებს და ის მიესალმება იცით რომ დღეს სომხეთის პარლამენტმა 63 დეპუტატი იყო მომხრე 10 იყო წინააღმდეგი მიიღო უკვე იწყებს მოძრაობას პირდაპირ ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე
და ამერიკასთან სტრატეგიული მოკავშირეობა. ხო, ანუ არა იმაზე რომ ვთქვათ კანდიდატი ქვეყანა და ასე შემდეგ. აი პირდაპირ ევროკავშირის წევრობაზე. და ნახეთ რუსეთიდან როგორი გამოხმაურებებია. თუ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ამბობენ რომ ეს იქნება სომხეთისთვის კატასტროფა და დღემდე ვერაცნობიერებენ რომ ეგზისტენციალურ მომენტში რუსეთისთვის მეორე კი არა მესამე და მეოთხე და მეხუთე ფრონტის გახსნაც არ იქნება პრობლემა. უბრალოდ მაქსიმალურად ამისგან თავს იკავებს, ანუ კავკასიას ნამდვილად არ დათმობს გავლენის თვალსაზრისით. ხო და პესკოვი როგორც ოფიციალური წარმომადგენელი კრემლის და პრეზიდენტის პრესდივანი ამბობს რომ იცით რა ევროკავშირი არის სუვერენული არჩევანი სომხეთისა, მაგრამ ნუ გაფრთხილებებიც იყო, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არაფერი არ გესაქმებათ თუ წახვალთ ევროკავშირში. და პაშინიანი უბრალოდ უყვარს რა ეს დიდი ვიდეო მაგნიტოფონები ვით საათები ხელზე და ნუ ესეთი შიკური ცხოვრება უყვარს ახლა რო უყურებ TikTok-ებს მისი და მისი მეუღლისას უბრალოდ მიდის ვაბანკზე სანამ ვარ მე აქ ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ასე ფიქრობს მოდი ბოლომდე გავაჭენებ ამ ბედაურს ну ალბათ ასე ფიქრობს ხო და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა კავკასიაში საქართველოზე ნუ არის ჯერ კიდე კითხვის ნიშანი არ ვიცით ახლა როგორ საბოლოო ჯამში როგორი იქნება თუნდაც ტრამპის დღის წესრიგი ან ეს ქართული ოცნება რას იზამს მაგრამ სომხეთი გამოკვეთილად მიდის იმ ხაზით რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ეს გამოიწვევს სერიოზულ კატაკლიზმებს ამავე დროს სომხური ლობი საფრანგეთში საფრანგეთის პარლამენტისგან ითხოვს რომ ილჰამ ალიევი მაქსიმალურად დაასანქციონოს და მარტო ალიევი არა საერთოდ ხო ხელისუფლება ხო და რუსეთში ასევე ისმის საფრთხე რომ თუ წახვალთ ევროკავშირშიო საბოლოო ჯამში პირდაპირ ამბობენ არ ერიდებიან თურქეთი შეგჭამთო გადაყლაპავთო ანუ უბრალოდ გახდებით ვილაიეთი სანჯაკი თურქეთის ეს თურქეთი ამას ეხა მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ტრამპი როდესაც ხელისუფლებაში პირველად მოვიდა ხო 2016 წელს მაშინაც არანაირი ინტერესი არ ჰქონდა საქართველოსთან მაშინაც შეეძლო მას ანაკლის თემასთან დაკავშირებით და არანაირი ერთადერთი კიდევ ერთხელ ვამბობ აი მინდა ჩვენს მაყურებელს აი კარგად აუხსნა რა თუ რამე ინტერესი ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში დღეს ამ ეტაპზე დღევანდელი მოცემულობით ხო ეს არის ალბათ ანაკლის სპორტი დანარჩენი ახლა საქართველოში როგორც უკრაინაში გაცვალა ხო ნახეთ ტრამპმა პირდაპირ აი ხო გითხარით ეს არის ბიზნესმენი კაცი პირდაპირ ბიზნესით მიუძღვა უკრაინას ეუბნება ჩვენ დაგახარჯეთ შენ 500 მილიარდი დოლარი დაახლოებით ეკვივალენტი აი ამ 500 მილიარდից მე შენ იმ წიაღისეულ რა ქვია სიმდიდრეებს წამოვიღებ და ანუ ჩვენ ბარი-ბარში ვიქნები და თქვენ ამით გაისტურებ ჩემოაცხოვრე უკრაინის აღდგენა ეს არის ევროკავშირის პრეროგატივა და ევროკავშირმა აღადგინოს მე აქ არ ჩავერევი ამერიკის შეერთებული შტატები ეხლა რაც შეეხება სომხეთის სიტუაციას ეხლა პაშინიანი არის სააკაშვილი ნომერი 2 რომელიც გამოხდა, აი მოვიდა ამ ეროვნული მოძრაობის გნებავთ ანტიყარაბახული მოძრაობის ფონზე, იმიტომ რომ სომხეთში ბოლო 2-3 პრეზიდენტი 3-4 ეს სარქიზიანიც და რობერტ ყოჩარიანიც იცით თქვენ რომ ეთნიკური სომხები ანუ ყარაბაღელები იყვნენ და ყარაბაღელი იქიდან ჩამოსული სომხები და ნუ დაპირისპირება ჰქონდა თვითონ ადგილობრივ სომხებთან ანუ თავის კლანი კორუფციები რაღაცები მოკლედ ამოუვიდა ხელში აი როგორც შევარდნაძეს თემა იყო 2003 წელს აი ზუსტად ამიტომ მოვიდა და ეს იყენებს ახლა ერთადერთი მომენტია სამწუხაროდ ალბათ არც პაშინიანმა ძალიან კარგად იცის ისტორია მაგრამ ვაბანკზე მეტიც დავით იმიტომ რომ რა ხდება იცით საქართველოსგან განსხვავებით ახლა საქართველოს მაინც აქვს რაღაცა ლავირების საშუალება მაგრამ ამას ხო თქვენ წარმეხართ თქვენ თურქეთი ახსენეთ კაი თურქეთი გვერდზე 80 მილიონი უზარმაზარი მონსტრი ირანი ყავს კი ახლა ირანთან კარგი ურთიერთობა აქვს
სომხებს და აზერბაიჯანზე უფრო კარგი ურთიერთობა აქვს და მოკავშირის თემებში გადიან, მაგრამ პოლიტიკაში ხო არ არსებობს მეგობრობა და მოკავშირეება. პოლიტიკაში არსებობს ინტერესები. კაციშვილმა არის ეს ხვალდაზე ირანს რა მოულის თავში რა დაჭირდება და სომხეთს როგორ მოექცევა და როგორ და ხო აი არ ვიცი, იცით ეხლა ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ყველა მოვლენას აქვს თავისი ახსნა. ყველა მოვლენა ორიენტირებული უნდა იყოს რაღაც შედეგებზე. აი დღევანდელი ქმედება პაშინიანის ორიენტირებული რა შედეგზე იქნება მისთვის მისაღებ შედეგზე ანუ მისთვის რა სომხეთისთვის და ამერისთვის აი ეს არის საინტერესო აი რეალობას ხო აი რეალობას ვერ გაექცევა გამორიცხულია ხა სომხეთი ვერ გადავა და გეოგრაფიულად იმას ვერ შეიცვლეს ხო გასავალიც არა აქ თქვენ კარგად იცით არსად კიდევ ერთხელ ვამბობ კავკასიის რეგიონი დარჩება რუსეთის გავლენის სფერო ამაში ორი აზრი არ არსებობს ეს უკვე იკითხება და ეს უკვე ჩანს თვითონ ტრამპის გამოსვლაშიც და გაიხსენე ტრამპის წინა პერიოდის მმართველობა არანაირი ინტერესი არ ქონდა ეხლაც ასე იქნება ეს იქნება რუსეთის პირველ რიგში და რა თქმა უნდა თურქეთის ეხლა თურქეთი და რუსეთი ამ თემასთან დაკავშირებით რამენაირად მოილაპარაკებენ ერთმანეთში და უნისონში იქნება მათი პოლიტიკა არავის არ დაგავიწყდეს კიდევ ერთი მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელსო 4 საუკუნეზე მეტი თურქეთი და რუსეთი ებრძვიან ერთმანეთს ეს ორივე მე არ ვიცი რამდენი ომი აქვს გადატანილი და 12 ომი იყო 12 ხო ნუ ეს პატარა მეტი ხო ბოლო ომი იყო 45 წელსაც თურქეთი გამოდიოდა გერმანიის მოკავშირე და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი იყო რომ არა ინგლისის და ამერიკის აქტიური ჩარევა დღეს უკვე ტრაპიზონი საქართველოს იქნებოდა და შეიძლება ის ბოსფორის და დარდანელის მაგრამ არ მისცეს საშუალება რაიკომი ყავდა დაკომპლექტებული სტალინის. დანიშნული იყო რა თქმა უნდა რაიკომის დევნები. 45 წლის გაზეთები ნახე და პირდაპირ ცნობებია რაიკომის დევნები და მთელი ყველი ჩვენი ისტორიკოსების შევიდეთ იქ ნაზემ ხიქმეთი კი ბატონო ის მწერალი და ის კომუნისტი კი ბატონო. ხო და არ გააკეთა ატომი დააშინა მოკლედ გასაგებია ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ ისეთ პრაგმატულად უნდა იყო და შენი პირადი ამბიციები და ის პოლიტიკური რომ პაშინიანს არანაირად დაკარგა თავისი წონა ადგილი თვითონ SNG-ს სიტუაციაში და ის ომი რითაც აზერბაიჯანს ფაქტიურად რუსეთმა თვალი დახუჭა და აზერბაიჯანს დააბრუნებინა ეს თავისი ისტორიული ტერიტორიები და ყარაბაღი და მე გამოდის და თვითონ ცნო ყარაბაღი სომხეთის იმენო აზერბაიჯანი არის და აქეთ ედავება ხო არ დაგვიცვა ოდეკაბეს პარკლებში კი ბატონო ხო და აი ამის თქმა მინდა ისეთ დარჩება ეს და უბრალოდ სომხეთის თამაში აი ეს პოლიტიკური რასაც ეხლა პაშინიანი აკეთებს ხო აი როგორც სააკაშვილი აკეთებდა და რითიც დამთავრდა სააკაშვილის პოლიტიკა ვნახეთ მე არ მინდა ღმერთმა დაიფაროს კიდევ ახალი ცეცხლი გაჩნდეს კავკასიაში ისედაც დავიღალეთ ეხლა ამ ომები და დაპირისპირებით ნებისმიერი მისი არადეკვატური ნაბიჯი გამოიწვევს აზერბაიჯანის აგრესიას სომხეთის არ იარსებებს სომხეთი აი სწორი თქვა ბატონმა დავითო არ იარსებებს აზერბაიჯანს არ დაჭირდება თურქეთის დახმარება არ დაჭირდება იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ აზერბაიჯანის არმია ეს არის ფილიალი ცახალის ანუ ისრაელის არმიის იმიტომ რომ შეიარაღებას და სამხედრო ინსტრუქტორების და სხვების ისრაელიდან აყავს აზერბაიჯანს და ორივე სტრატეგიული პარტნიორები არიან და ცახალი ანუ ისრაელის თავდაცვის არმია ასე ქვია ცახალი არის ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში ალბათ ეს არ ახალია და თქვენ ყველამ კარგად იცით კი ბატონო დიდი მადლობა ბატონ მამუკა საინტერესო საუბრისთვის მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია ჩვენ შევხვდებით ხვალ ტრადიციულად 19 საათზე დიდი მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის მადლობა კარგად გზადებოდეთ